საღამოშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, მოკლედ დღევანდელი ჩემი პირდაპირი ეთერით მე მინდა რაღაცა მნიშვნელოვანი შედეგი მივიღოთ მეგობრებო. ამიტომ ვიდრე დავიწყებდე პირდაპირ ეთერს ყველას გთხოვთ რომ მაქსიმალურად გავაზიაროთ რომ ხმა მივაწვდნოთ იმ ადრესატებს დღეს ახლა მე ვისაც მივმართავ. ძალიან მძიმე პერიოდი უდგა საქართველოს, ფაქტიურად დანის პირზე მიდის ქვეყანა. თქვენ ხედავთ რომ გარშემო ომებია, იქით რუსეთ-უკრაინის ომი სამეზობლოში, აქეთ სირიის ომი, ფართოვდება თურქეთი და საერთოდ არის დიდი ინფორმაციები რომ იგი გეგმავს კიდევ უფრო გაფართოებას და ჩვენც ძალიან დიდი საფრთხე გველის სხვათა შორის აჭარაში და რა თქმა უნდა მათ დიდი მადა აქვს და არც გურიას დაინდობენ და იქით ახალციხეს და ასე შემდეგ. ამ დროს ქვეყანაში სამი კვირია ფაქტიურად საპროტესტო აქციები არ ცხრება და უფრო და უფრო დიდი მასები ერთვებიან აი ამ საპროტესტო აქციებში. სამწუხარო ის არის რომ ხელისუფლებაც აბსოლუტურად არაადეკვატურად იქცევა როგორც უნდა ექცეოდეს აი ამ პროცესებს. ფაქტიურად პროპაგანდისტულია ეს ომი, რასაც აწარმოებს დასავლეთი და ეს ლიბერალური არხები, მთლიანად უგებს სამთავრობო არხი რომელი ახლა იმედი, რა ქვია ეს საზოგადოებრივი არხი და ასე შემდეგ. ფაქტიურად აი ეს არხები ეროვნული ხალხისთვის არის მთლიანად ჩაკეტილი. იმედით ჩაკეტილია საზოგადოებრივი მაუწყებლელიც. მე ადრეც შევეხი აი ამ პრობლემას, როდესაც კინოსახლში შევიკრიბეთ ამდენი ეროვნული ხალხი და საზოგადო მოღვაწეები 24 ნოემბერს, მაშინაც თქვენს რომ აი რესურსი არ გვეყოო და 24 საათი 5 ოპერატორი უყენიათ აი რუსთაველზე, ხო? და ჩვენთვის არ ეყოთ იქ რესურსი. ასე იქცევიან ეხლაც. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დონის დაპირისპირება ერში და უფრო ფართო მასები უპირისპირდება ერთმანეთს და ეს საგანგაშოა, ხელისუფლება ადეკვატურად უნდა იქცეოდეს, მაგრამ არ იქცევა ადეკვატურად, პირიქით. ცინიკურია მათი მოქმედება, ვერ აღიქვავენ ეთყობა პრობლემას და მხოლოდ თუ ასე ფიქრობენ რომ ძალისმიერი მეთოდებით გადაწყვეტავენ, ეს მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ძალისმიერი გადაწყვეტა შეიძლება დროებით და ძალიან საზიანოა ერში ძალისმიერი მეთოდებით მუდმივად წყვეტავდეს საქმეს. როგორ შეიძლება ყველას უპირისპირდებოდე იდეოლოგიურად მხოლოდ და მხოლოდ გამოყავდეს კობახიძე, დინარაძე და კალაძე, როდესაც ერში ამდენი ჭკვიანი ხალხი არსებობს და საზოგადოებრივი არხი ფაქტიურად არის დაკეტილი. რომ ხო შეიძლება გახსნა ეს ეთერი და გამოიყვანოს საზოგადო მოღვაწეები, ყველა მხარე მიიღოს მონაწილეობა და რაღაც სერიოზული იმამდე მივიდეს, ხო, განხილვები იყოს. არა ბატონო, რა ვიცი, მე არ ვიცი რას ფიქრობენ, ეს ძალიან მძიმე მდგომარეობამდე მიიყვანს. ეს მაშინ, როცა კიდევ ვიძახი ერი იმდენად არის გათითოკაცებული და დაპირისპირებული იმ მომენტში, როდესაც ერთიანი უნდა იყოს და ამხელა საფრთხეებია გარშემო. ამაზე არავინ არ ფიქრობს. მე ასევე ძალიან წუხარ რომ ყველა აი ეროვნული ფაქტიურად აი ეროვნულს ვისაც ვეძახი და ვისაც ავტორიტეტი აქვს აი სოციალურ ქსელებში, ხო, და ვისაც რაღაცის ზეგავლენა შეუძლია მოახდინოს, ხო, საზოგადოებაზე. ყველა რაღაცა თითქოს თავისი რეიტინგისთვის მუშაობს და აი შედეგი არავის არ უნდა შედეგზე ორიენტირებული იყოს. ახლა ყველას მინდა აი პირდაპირ დავასახელებ მე პიროვნებებს, რომლებიც ვალდებულნი არიან შევიკრიბოთ, ჩვენ ვეღარ უყურებთ ახლა ამდელი ხანი ესე 3 კვირა, 4 კვირა ერთი თვე და ესე ერთმანეთი ხოცვა რუსთაველზე და ანგრიონ ქვეყანა და მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან წინააღმდეგი ვარ გარედან ინსპირირებული, აი სახელმწიფო გადატრიალებისა, რაც ხდება, შეიძლება ძალიან ბევრი ახალგაზრდაა მოტყუებული, მაგრამ
ამ ახალგაზრდებს ხო ახსნა უნდა, ხო განმარტება უნდა რა, რომ ხომ შეიძლება ის მივახედროთ, რომ ცდარგზასადგია და ხომ ძალიან ბევრია იქაც გულწრფელი ახალგაზრდა, ყველა ხო არ არის დაფინანსებული და ცუდი პიროვნება, ხო? ხომ არის მართლა რომ გულით მოდიან იქ ადამიანები და გონია რომ ეროვნული მომავალი კვდება, ხო? ამას ხო ყველაფერს ახსნა განმარტებები სჭირდება და განსჯა სჭირდება და ჭკვიანი ხალხის გამოყვანა უნდა ეკრანზე და არა კობახიძისა და ქვია მდინარაძეს და კალაძის თეორიები ყოველ საღამოს, ხო? ამას ხო უნდა ავტორიტეტული პიროვნებების გამოყვანა ეთერში. და მე ეხლა ყველას უყურებ ხოლმე ეხლა იქით თუნდაც ასავალ-დასავალი ჟურნალისტები ყველას პატივს ვაგერ იქით ზაზა დავითაია აწყობს აქვს ყავს მაყურებელი იქით დიტო ჩუბინიძეს უსმენს ხალხი აქეთ ბატონ დემურ გიორხელიძეს ფათაშორი ძალიან კარგი გამოსვლები გააკეთა მიმართვა ახალგაზრდებზე და კითხვა-პასუხის რეჟიმი ეს ყველაფერი ძალიან კარგია ძალიან ბევრი თავსიკავებს, ძალიან ბევრი ავტორიტეტული და თავსიკავებს უნდა გამოხვიდეთ, მეგობრებო და ჩვენ აღარ დაგვრჩენია არაფერი ერთადერთი, სანამ მართლა ძალიან არ დაგვიანებულა, აი კახა მაგალითად კავა ძალიან პროფესიონალი პოლიტიკოსია, ხო ეროვნული არ გაეხვია ამ ვაკხანალიებში, მაგრამ მე ძალიან მინდა რომ კახაც ჩაერთოს აი ამ პროცესებში და მოვაწყოთ დიდი დისკუსია საზოგადოებრივ არხზე, ყველა იყოს მოწვეული, აი ეს ახალგაზრდებიც იყოს მოწვეული, რომლებიც რუსთაველზე აპროტესტებენ, იყოს თუნდაც ეგრეთ წოდებული ოპოზიცია, მაგრამ მე მათ განვიხილავ როგორც 30 წლიანი ეს ჯაშუშები, მაგრამ მოვიდნენ ბატონო და ყველას თვალწინ ვისაუბროთ, ერთით უმართლები არიან, ხო? ისინიც მოვიდნენ, მოვიდეს ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებიც, მოვალ ჩვენც ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენლებიც, მოვიდეს ასევე, აი მე დავასახელე აგერ პრესის ჟურნალისტები, ბატონი ზაზა დავითაია, ბატონი დიტო ჩუბინიძე, ასევე კახავ თქვი მე ამ წუთში კუკა მოვიდეს ასევე, ვისაც სურვილი აქვს, საზოგადო მოღვაწეები მოვიდეს, აი ვისაც ავტორიტეტი აქვს ერში აგერ ბატონი ერეკლე საღლიანი და ასეთი პიროვნებები და მოდი განვიხილოთ რა სახალხოთ ეს საზოგადოებრივი არხი ბოლოს და ბოლოს ვისია ისე კი არა რომ 1 საათი დაგვითმო ხოლოდ და მე 1 საათი აი დრო ამოიწურა და ვერ მოასწრონ ვერავინ 2 წუთზე მეტი რაღაცის თქმა არა ბატონო თუნდაც უნდა იყოს 3 საათიანი ეს დაახლოებით 20-25 კაცმა შეიძლება მიიღოს მონაწილეობა აი ესეთ ეთერში და მე ახლა მოუწოდებ აი ამ პიროვნებებს ყველა აი ამ 2 დღეში ყველა ერთად მივიდეთ ჩემო მეგობრებო მივაკითხოთ საზოგადოებრივ არხს რომ გაგვიხსნან ეთერი და პირდაპირ მინდა ახლა მოუწოდო მე პრემიერ-მინისტრს და არსებულ ხელისუფლებას ბატონ კობახიძეს, დინარაძეს, კალაძეს ჩვენ ბატონო ის ხალხი ვართ ვინც ამ ქვეყანას საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი გამოვაცხადეთ და ამდენი გვიბრძოლია და ჩვენ გვენანება ეს ქვეყანა და ვერ დავაღუპინებთ რაღაცა ესე ქოცებს და ნაცებს და ამ 30 წლიანი კარუსელის გამო ამ ქვეყანას არ დაგაღუპინებთ ხო და უნდა კეთილი ინებოთ უნდა მოგვისმინოთ უნდა შეისმინოთ ვიცით რომ საზოგადოებრივი არხი ჩვენ ეგრე არ მოგცემს ეთერს თუ თქვენ არ მიმართეთ აი პირდაპირ მოგმართავ თუ თქვენ გინდათ რომ აი ეს პროცესი ცივილიზებულად გადაწყდეს და რუსთაველზე დასრულდეს ეს ვაკხანალია და ეს ბარბაროსული აქტები და ეს ბავშვების შემატყება თუ ახალგაზრდების თუ ვინც არ უნდა იყოს ხო არავინ არ არის ძალიან ეხლა მისაღები შემატყება და ის ხო ვის სიამოვნებს ეს მაშინ მოდით გაგვიხსენით საზოგადოებრივი არხი და იქ დავსხდეთ და განვიხილოთ ყველაფერი რა არის მისაღები რა არ არის მისაღები და რა არის სწორი როდესაც ლაპარაკია ეხლა ეს ხალხი ეს ახალგაზრდები ითხოვენ ახალ არჩევნებს ხო აქაც მცდარია აზრი ახალი არჩევნები რამდენჯერ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები რიგარეში არჩევნები სულაც ეთქონ ახალი არჩევნებში რომ იგივე შედეგი დადგეს მე ისე უნდა გამოვიდეთ რუსთაველზე
ახალი არჩევნები კი არ არის ბატონო 92 წლიდან ყველა არჩევნები ყალბდება იმიტომ ყალბდება რომ თვითონ სისტემა თვითონ ეს არალეგიტიმური მემკვიდრეობა რომელიც დღემდე არის 32 წელი დამყარებ გასულია კონსტიტუციური სამართლიდანაც და საერთოდ საარჩევნო კანონი არის ისეთი რომელიც არასოდეს არ მოიტანს ეროვნულ შედეგს თუ გვინდა რომ გარედან რა ქვია NDI-ის და AIRA-ის პროცენტებით არ იყოს ხელისუფლება დანიშნული აქ საქართველოში ანუ მოსკოვიდან, ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან უნდა იყოს ისეთი საარჩევნო კანონი, რომ ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს თავისი ეროვნული ხელისუფლება. და ამაზე უნდა შევჯერდეთ ყველანი. სანამ არ იქნება საარჩევნო კანონი ისეთი, როგორიც ჩატარდა 90 წლის 28 ოქტომბერს, ყოველთვის იქნება ესეთი გაყალბებები და ესეთი სიყალბე, ანუ გარედან დასმული მთავრობები, რომელიც არასოდეს ქვეყნის ერთგული არ იქნება. ეხლა რამდენადაც გინდა მე ვეთანხმებოდი ხო აი საგარეო პოლიტიკაში რომ ნამდვილად არ არის მისაღები დასავლეთის ზეწოლიდან ეს რა ქვია ოჯახური ტრადიციების და არასრულწლოვანთა დაცვის კანონის გაწევა სწორი და LGBT და ასე შემდეგ ხო ამას არასოდეს დაეთანხმება ქართველი ხალხი ამას ცინიკურად კი არ უნდა მიმართვა ხელისუფლების მხრიდან ამას უნდა სერიოზული კარგი განხილვა ხალხს კარგად უნდა გააგებინო სიყვარულით უნდა გააგებინო და არა იმით ცინიკური დამოკიდებულებებით ხომ შეიძლება ჩვენც ხომ ვართ საზოგადოება ხომ შეიძლება გამოვყოთ ამ საზოგადოებრივ არხზე და ეს უჭყიანესი ხალხი მოვიწვიოთ ეთერში და ყველა მხარე იყოს იქ და ეს ახალგაზრდების დავარწმუნოთ რომ რომელია სწორი გზა რომ ქვეყანა არ დაიღუპოს ხო ეს ქვეყანა ბატონო არც ხოცებისა არც ნაცებისაა და თლიანად ქართველი ერისაა არავისი არ არის ეს თლიანად ქართველი ერისაა ამიტომ მეგობრებო ჩემი მიმართვა დღეს პირველი უკავშირდება ხელისუფლებას ძალიან კარგად გესმით ალბათ ეხლა აი ამ ლაივით რომ მოგმართავთ ეხლა არის კვირა 2 დღის განმავლობაში ველოდებით პასუხს მე ხვალ დაურეკავ აუცილებლად საზოგადოებრივ არხს აი ამ მოთხოვნით ამ პირდაპირ ეთერის საფუძველზეც ასევე მოგმართავთ თქვენ ვინც გახსენეთ მეგობრებო ყველას შევხვალვე ერთმანეთს ვესაუბროთ მივიღოთ გადაწყვეტილება მივიდეთ საზოგადოებრივი არხის ტელევიზიაში მოვითხოვოთ პირდაპირ ეთერი ოღონდ კიდევ ვიმეორებ 2 ან 3 საათიანი ეთერი იმიტომ რომ ეს უნდა იყოს ძალიან ფართო განხილვის საგანი ეს ამხელა პრობლემა ქვეყანაში რომელიც არ სრულდება და ძალიან დიდი პრობლემაა უკვე და თუ საზოგადოებრივი არხი უარს იტყვის იქვე გავმართოთ საპროტესტო აქცია და მოუწოდოთ ხელისუფლებას გაგვიხსნან ეთერი აი ეს არის ჩემი ძირითადი მოთხოვნა ეს პრობლემა აუცილებლად უნდა გადაწყდეს და რაც შეიძლება მალე უნდა გადაწყდეს ვინაიდან დრო არ ითმენს და ძალიან ცუდი სიგნალები მოდის ჩვენი გარშემო არასასურველი მეზობლებისგან ძალიან არავინ არ არის ჩვენი მეგობარი და ყველა არის ტრულად განწყობილი და საფრთხის ქვეშ არის პირდაპირ ვამბობ უკვე აჭარა იწოდეთ და გაგახსენდებათ ეს ჩემი საუბარი რაზეც ეხლა მე ვსაუბრობ და აიხლა ყველაზე მეტად არის საჭირო რომ ერი იყოს ერთიანი და ჩვენ როგორც არ უნდა ვიყოთ დაპირისპირებულები ვალდებულები ვართ ქართველი ერი გავერთიანდეთ და ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ რომ ეს გავაკეთოთ და ამაში პირველი აუცილებელი პირობა უნდა შეასრულოს არსებულმა ხელისუფლებამ თუ მას მართლა უყვარს თავისი ხალხი და ქვეყანა გაგვიხსნა საზოგადოებრივი არხი და ასევე თავისუფლად შეუძლია გახსნან ტელეკომპანია იმედი
აი ეს არის ჩვენი თხოვნა, ხვალიდან მე ყველას დაუკავშირდები, აბსოლუტურად ვისაც კი ავტორიტეტი აქვს აქ სოციალურ ქსელებში და შეუძლია საზოგადოებრივ აზრზე რაღაცა ზეგავლენის მოხდენა, ყველას დაუკავშირდები ხვალიდან, რათა პირდაპირ რეალური შედეგი დავდოთ. აუცილებლად ჩვენ შეგვიძლია ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენლებმა შევასრულოთ არბიტრის როლი და აი ეს დასრულდეს ეს ამხელა დაპირისპირება ერში ეროვნული შერიგებით და პრობლემის სწორად გადაწყვეტისთვის, რაშიც მხოლოდ და მხოლოდ საქართველო იქნება მოგებული. აი ეს არის ჩემი მთავარი მიზანი დღევანდელი პირდაპირ ეთერისა, ბევრი ლაპარაკი იცით არ მიყვარს. მე ხვალიდანვე ჩემო მეგობრებო ყველას გიკავშირდებით, იცოდეთ პრესის წარმომადგენლებს, ტელევიზიის, აი ჩვენი ეროვნული ტელევიზიების წარმომადგენლებს, ჩვენი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს, პროფესორს ბატონ გიგლა გობეჩიას, ბატონ დემურ გიორხელიძეს, ზაქარია როჭიკაშვილს, პკტ-ის თანადამფუძნებელს, ასევე დაუკავშირდები აუცილებლად კახაკავას, რომელიც არის ობიექტური და არც ერთი მხარე არ არის, არც ნაცების მხარესა და არც ქართული ოცნების მხარეს და ყველაზე მნიშვნელოვანია ასეთ შემთხვევაში ზუსტად ასეთი გამოცდილი შუაში დგომი, ასე ვთქვათ, არავის მხარეს რომ არ არის, აი არბიტრის როლში მყოფი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწეები, აგერ მე დავასახელეთ წეგან ბატონი ერეკლე საღლიანის და ძალიან ისეთი პიროვნებები არსებობს საქართველოში, უჭკვიანესი ანალიტიკოსები, აი ეს ხალხიც გვეყოლება იქ მოწვეულები, რომელსაც ქართველი ერი გაიცნობს სულ მალე და კეთილი ინებოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მიმართავ გაგვიხსნა საზოგადოებრივი არხი და დაგვიკავშირდნენ მოგვაწოდონ თუ არა, ხვალ მე დაუკავშირდები აუცილებლად საზოგადოებრივ არხს და მოგაწვით ინფორმაციას ისევ პირდაპირ ეთერში. გვეტყვიან თუ არა, თუ თანხმობას, თუ გვეტყვიან უარს, მოგაწვით მეგობრებო და თქვენგან უნდა იყოს პირველ რიგში აქტიურობა და საზოგადოებრივი პროტესტი. აი აქეთ უნდა წავიდეს ერი და არა იქ, რომ მუდმივად ერთმანეთი ხოცონ 30 წელი რუსთაველის პროსპექტზე. ეს უნდა იყოს საგარეო პოლიტიკა და საშინაო პოლიტიკაც სერიოზულ განა ქუჩაში გადასაწყვეტია ეს. ეს არის განხილვის საგანი. ამაში შემდგომში უნდა მიიღონ მონაწილეობა ანალიტიკოსებმა, უჭკვიანესმა ხალხმა, პოლიტიკოსებმა, ვისაც მართლა სამშობლო უყვარს და ვინც არის ამ ქვეყნის ნამდვილი პატრიოტი. მოკლედ აი ეს მინდოდა მე თქვა მეგობრებო, აუცილებლად მოგახსენებთ ხვალიდან მე თუ რა შედეგები იქნება, ყველას ვესაუბრები და ვფიქრობ რომ 2 დღეში, 3 დღეში აუცილებლად ჩვენი მოთხოვნა იქნება რომ გაგვიხსნან ეთერი და მოეწყოს დიდი განხილვა, საჯარო განხილვა, რომელსაც თელმა საქართველოს უნდა უყუროს პირდაპირ ეთერში. ასე აღარ გამოვა ესეთი ცინიკური მიდგომები, რაც არ უნდა იყოს სულაც რომ შემცდარი იყოს ის ხალხი, ვინც რუსთაველზე აპროტესტებს, ამხელა მასების დაპირისპირება და უგულებელყოფა და ცინიკურად რა ქვია მიდგომა ამდენი ხალხისა არაფრით არ შეიძლება. ისინი არიან, ისინიც ქართველები არიან და ჩვენ მათ საჯარო განხილვისაკენ უნდა მოუწოდოთ და გადავწყვიტოთ ერთხელა სამუდამოდ, რომელი პოზიცია არის სწორი და როგორ არის სწორი, რა არის სწორი. აი ეს უნდა იყოს და ჩემი პოზიცია თუ გაინტერესებთ, აუცილებელია კიდევ ერთხელ ვიტყვი, დაინიშნოს ქვეყანაში არა ახალი არჩევნები, არ რიგარეში არჩევნები, არამედ ლეგიტიმური არჩევნები მხოლოდ და მხოლოდ როდესაც აღდგება კონსტიტუციური სამართლიანობა და როდესაც დაინიშნება იმ საარჩევნო კანონით, რომელიც ჩატარდა 90 წელს, რა თქმა უნდა, ახალი ფორმულებით და უნდა იყოს აუცილებლად დემოკრატიული პარიტეტზე აგებული საარჩევნო კანონი. აი ეს არის ჩემი
დღევანდელი გამოსვლის პირდაპირ ეთერის მთავარი მიზანი მეგობრებო იმედია გააზიარებთ ყველა, მინდა რომ მივაწვინოთ ხელისუფლებამდე ეს ხმა და მივაწვინოთ საზოგადოებრივ არხამდე ეს ხმა და მე მაინც ყოველ შემთხვევაში ხვალიდან დაუკავშირდები და უკვე მოქმედებას ვიწყებ რომ დაიწყოს საჯარო განხილვები აი ამ თემაზე და რუსთაველიდან ეს პროტესტი გადავიდეს საჯარო განხილვებზე. მადლობ ყურადღებისთვის.